გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR Trains. დღეს უნდა გიამბოთ ამბავი ბიჭზე, რომელიც გამოქვაბულის ვიწრო წერტილში ჩავიდა, მაგრამ იქიდან ვეღარასდროს ამოვიდა. ჩაუჯექით. ამბავი, რომელსაც დღეს გიამბობთ, მოხდა 1959 წელს, დიდ ბრიტანეთში. ვიდეოს დაწყებამდე თხოვნა გამოიწეროთ არხი, რაც არხს წინსვლაში დაეხმარება. ხოლო როგორც უკვე გითხარით 10000 გამომწერზე დაიდება ვიდეო რუს მონადირე სერგეიზე, რომელსაც ტყეში საშინელება გადახდა. მოგეხსენებათ, რომ ეს საქმე საკმაოდ საშიშია. წარმოიდგინე, ჩადიხარ გამოქვაბულში და არ იცი, ამოხვალ თუ არა. რა დაგემართება იქ? შეიძლება გაიჭედო, უჟანგბადობით დაიღუპო, უესრად წყალი მოვარდეს და დაიხრჩო. ან რაღაც დაგეცეს. უამრავი უბედურება შეიძლება დაგვდეს იქ და ცოცხალი ვეღარც დაბრუნდე უკან. მაგრამ რა თქმა უნდა არსებობენ ადამიანები, ვისაც ამ საქმის კეთება ძალიან უყვარს. ეს რომ გითხრათ პირადად მე ვგიჟდები გამოქვაბულებში ჩასვლაზე თქო, ასე არ არის, მაგრამ მეც მიყვარს რა ჩასვლა, თათვარიერება, ოდ სიფრთხილის ფარგლებში. თუ მეწოდინება რომ რაღაც ძალიან საშიშია, არ ჩავალ. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან რისკავენ. ისეთ სივიწროებში გადიან, სადაც ფაქტობრივად შეუძლებელია რომ წარმოიდგინო თავად რომ გახვიდე. ამ ყველაფერს ძალიან დიდი ცოდნა და ვარჯიშიც უნდა. ეს ბიჭი კი, რომელიც ამ გამოქვაბულში გაიჭედა 1959 წელს, ამ საქმით იყო დაკავებული. მას გამოქვაბულები ძალიან უყვარდა, მაგრამ ეს ჩასვლა მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. ოსკარ ჰეკეტ ნილ მოსი, დაბადებული 1938 წლის 28 ივლისს, დიდ ბრიტანეთში. ის ჯერ კიდევ 20 წლის სტუდენტი იყო, სწავლობდა ფილოსოფიაზე ოქსფორდის უნივერსიტეტში. როდესაც ეს საშინელი ამბავი მოხდა. ჩავიდა 300 მეტრის სიღრმეზე, გამოქვაბულში, რომელსაც ეშმაკის ხვრელს უწოდებენ. ეს ზრდილობიანი ფორმით. ეს ამბავი მოხდა 22 მარტს 1959 წელს. როგორც ამ ამბიდან ცნობილია, ის ჩავიდა გამოქვაბულის ერთ-ერთ ვიწრო ჩასასვლელში, გამოქვაბულის ფსკერიდან 12 მეტრის სიღრმეზე და სწორედ იქ გაიჭედა. ამ ამბავს უკვე უფრო განვავრცობ. 1959 წელი. ნილ მოსი 8 კაციანი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო. ისინი ჩავიდნენ გამოქვაბულში და მათი მიზანი იყო, რომ ამ გამოქვაბულის ერთი ვიწრო გასასვლელი აღმოეჩინათ. მოგვიანებით კი კარგად შეესწავლათ. მაგრამ ეს გასასვლელი ჯერ კიდევ 2 კვირით ადრე დააფიქსირეს სრულიად შემთხვევით, მაგრამ შიგნით არავინ იყო ჩასული. ისინი დაცოცავდნენ და დახოხავდნენ გამოქვაბულის ვიწრო გასასვლელებში, რომელიც თიხოვანი მიწით იყო ამოვსებული. ასეთ ადგილას ხოხვა საკმაოდ რთულია. ეს თიხა ისე გეკვრის, რომ მისი მოცილებაც კი რთულია. ცალკე ის, რომ კედლები ძალიან ცივი და სველია. ყველაფერი საქმეს ერთიანად ართულებს. საბოლოოდ ისინი ჩავიდნენ გამოქვაბულის ერთ დიდ ოთახში, რომელსაც უკვე პატარა გაგრძელება ჰქონდა, მაგრამ ძალიან ვიწრო. ამ სივიწროვეში ვინმე პირველი უნდა ჩასულიყო. გამხდარი აღნაგობის ნილ მოსი კი იდეალური ვარიანტი იყო, რადგან ის ყველაზე უკეთ გაეტეოდა და შეისწავლიდა იქაურობას. ჩასვლა იწყება შუადღის 4:30-ზე. ნილ მოსი ჩავიდა. პირველი 3 მეტრი წარმატებით გაიარა. ეკრანზე ხედავთ მის მიერ განვლილ გზას. 3 მეტრის შემდეგ მას პირდაპირ მიწა ხვდება ძირს. აქ ისე უნდა მოტრიალდეს, რომ არ გაიჭედოს. ნეტავ აქვე გაჭედილიყო, რადგან მისი ამოყვანა ბევრად მარტივი იქნებოდა. უყურეთ ერთი პატარა მოსახვევივით არის. ამ დროს სხეული ისე უნდა გაანაწილოს, რომ არ გაიჭედოს და ქვემოთ ძალიან ნელი მოძრაობებით დაეშვას, სადაც ისევ ერთი საკმაოდ სერიოზული კუთხური მოსახვევი ხდება. ზოგადად ასეთ მოსახვევებში როგორ გადიან ხოლმე გამოქვაბულების მოყვარულები, აზრზე ვერ მოვდივარ, იმიტომ რომ საკმაოდ რთული ჩანს ასე რომ უყურებ. ამ დროს ძალიან მოქნილიც უნდა იყო. სუნთქვა უნდა გადაანაწილო, რა თქმა უნდა არ დაპანიკდე და ასე შემდეგ. მოკლედ, მან ესეც კარგად გაიარა და უკვე ჩავიდა 6 მეტრის სიღრმეზე. ფოტოზე დაშვებულ კიბესაც ხედავთ. ის დაშვებული კიბით ჩავიდა. მაგრამ ზუსტად ამ კიბემ შეუქმნა მას საფრთხე. როდესაც უკვე საკმაოდ დიდ სიღრმეზე იყო და გადააჭარბა 10 მეტრსაც, უკვე 12 მეტრის სიღრმეზე ქვემოთ მოძრაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რადგან იქ ბევრად დიდი სივიწროვე დახვდა. ამიტომ მეგობრებს თხოვა, რომ ასვლაში დახმარებოდნენ. კიბეს ჩაეჭიდა.
კიბეს ფეხებითაც კი ვეღარ სწვდებოდა. აქ ახლა ფოტოზე კიბე ქვემოთაც ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეგრე არ იყო. კიბეს ფეხებით ვერ სწვდებოდა. ფეხები ჰქონდა ჰაერში, ანუ ამ ორ დიდ კლდეს შორის გაჭედილი გამოქვაბულში და ხელებით ეჭიდებოდა კიბეს. ამ დროს მეგობრებს თხოვა, რომ კიბე უბრალოდ აეწიათ და ისიც თავისთავად აყვებოდა მას, ქვემოდან ფეხებითაც დაეხმარებოდა, მაგრამ მეგობრებო, კიბის აწევიდან რამდენიმე წამში კიბე გაიჭედა. კიბე მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით დაიძრა. აი აქ იწყება უკვე სირთულეები და სიტუაციაც აქ იზავება, რადგან ნინმოსი კიბესთან ერთად იჭედება. ზოგადად გამოქვაბულებში მსგავსი სირთულეები იშვიათობას არ წარმოადგენს. ადამიანები ხშირად იჭედებიან და ვინც იქ ხშირად ჩადის, მსგავს თემებს მიჩვეულიც არის. ამიტომ მოსის მეგობრებმა ეს შემთხვევა ჩვეულებრივ შემთხვევად მიიღეს და იფიქრეს, რომ უბრალოდ თოკებს ჩაუშვებდნენ, მას მოაბავდნენ და ამოქაჩავდნენ. აი ამ ცდილობების შემდეგ უკვე გაირკვა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა საერთოდ არ ყოფილა და აქ უკვე ადამიანის სიცოცხლე იდგა სასწორზე. თოკებით მისი ამოყვანის რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ყოველ ჯერზე თოკი კლდის კიდეზე წყდებოდა, რადგან როგორც წინა ფოტოზე ნახეთ, საკმაოდ ბასრი მოსახოვები არის. ისეთ კუთხეს ქმნის, რომ შეუძლებელია თოკი ჩაუშვა და ამოწევისას ცალკე ქვემოდან წონა რო აწვება არ გაწყდეს. ამდენი მცდელობის შემდეგ უკვე ერთი რამ იყო აშკარა, რომ ატმოსფეროც ძალიან დაბინძურდა, რადგან შახტისაკენ ჰაერის ნაკადს მოსის სხეული აკავებდა და თუ ჟანგბადს კარგად ვერ ჩაისუნთქავ, შესაბამისად კარგად ვერც იმოქმედებ და შენი გონებაც და საერთოდ აზროვნებაც შეიცვლება. უჟანგბადობამ ის იმდენად დაასუსტა, გონებაც კი შეუცვალა და მეგობრებს ეუბნებოდა, რომ იქიდან გასულიყვნენ და ეჭამათ. საკუთარ მდგომარეობაზეც კი ხუმრობდა და სერიოზულად არ უყურებდა ამ ყველაფერს. მაგრამ თავიდან როგორც უკვე გითხარით, როდესაც მიხვდა, რომ გაიჭედა, მეგობრებს დახმარებასაც თხოვდა. უჟანგბადობის შემდეგ კი უკვე ხუმრობები დაიწყო. მისმა მაშვერებმაც კი იგრძნეს ნახშირაჟანგის ეფექტი. სამმა მოხალისემ შახტიდან ჩასვლისას გონება დაკარგა. მეოთხემ კი რონ პიტერსმა მოახერხა, რომ მის გვერდით ჩასულიყო. მოსის მკერდზე თოკი შემოახვია, მაგრამ ამან მხოლოდ სუნთქვის გაძნელება გამოიწვია. ზოგადად უჟანგბადობა საშინელებაა. მე თვითონაც გამოცდილი მაქვს, როდესაც მყინვარწვერზე ავედი. ჟანგბადის დონე საკმაოდ ნაკლებია მაგ დროს და უჟანგბადობისას შეიძლება მთლად კარგად ვერ აზროვნებდე, რაიმე მოგეჩვენოს კიდეც. ჟანგბადის ბალონების ტვირთი ღამის პირველის ნახევარზე მოვიდა. იმ იმედით, რომ ეს მოსს გამოაცოცხლებდა და იქიდან ამოსვლაში დაეხმარებოდა. მაგრამ მისი პოტენციური მაშვერებიც კი ხშირად ცუდად ხდებოდნენ. როდესაც შახტაში ჩადიოდნენ, თავად ხდებოდნენ ცუდად, ამოდიოდნენ დაბნეულები და სტრესულ მდგომარეობაში, რადგან იქ ჟანგბადის დონე ძალიან დაბალი იყო. მოსის ამოყვანას გამოქვაბულიდან მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ მოვიდა ერთი მაშვერი, ჯონ ბეილი, რომლის ერთ-ერთი იდეაც იყო, რომ მოსისთვის საჭიროების შემთხვევაში რავიცის ძვლები დაემტვრიათ, რომ იქიდან უფრო მარტივად ამოსულიყო. ის ასევე თავადაც ჩავიდა მოსთან, მაგრამ მისი ამოყვანა ვეღარავინ შეძლო. ორშაბათ შუადღის დასაწყისში გამოქვაბულში შესვლიდან თითქმის 24 საათის გასვლის შემდეგ მოსის გაძნელებული სუნთქვა ისევ ისმოდა. მაშვერებმა შეკუმშული ჰაერის ცილინდრების გამოიყენეს, რომ მილიდან დაბინძურებული ჰაერი მთლიანად ამოეტანათ, რომ იქნებ მოსისთვის სუფთა ჟანგბადი მიეწოდებინათ. მოსისგან მხოლოდ ბუნდოვანი ტალახიანი ბლოკირება ჩანდა ქვებს შორის. ის მთლიანად ტალახიანი იყო. როგორც ცნობილია, ის უძრავ მდგომარეობაში იყო. ერთი ხელი კი კიბეზე ქონდა გამოდებული, მაგრამ უკვე ვეღარც აზროვნებდა. ამასობაში კი სხვები ცდილობდნენ, რომ როგორმე სხვა გვირაბი გაეთხარათ, რომ იქნებ მის ქვემოთ აღმოჩენილიყვნენ და იქიდან გაიყვანათ, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ეს უშედეგო იყო. ამ საშინელებას კიდევ ერთი რამ დაემატა, გადაუღებელი წვიმა, რის გამოც მაშვერებს გამოქვაბულის დატოვება მოუწიათ, რადგან გამოცხადდა, რომ გამოქვაბულს დატბორვის საფრთხე ემუქრებოდა. წვიმის გადაღებისთანავე ისინი დაბრუნდნენ, სადაც მოსის უკანასკნელი სუნთქვა გაიგეს. ამ ამბავს დოქტორი ჰიუკიდი აღწერს, როგორც პირველ და ერთადერთ შემთხვევას, როდესაც მან პაციენტის ნახვის გარეშე გამოაცხადა მისი სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რომ ნილმოსის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია, გამოძიებამ სამშაბათს, 24 მარტს, დილის 3 საათი დაადგინა.
მთელი ამ დროის განმავლობაში ნილს მისი მამა ერიკ მოსი გვირაბის შესასვლელთან ელოდებოდა და მას მთელი გულით ჯეროდა, რომ მისი შვილი ამას შეძლებდა და იქიდან ამოვიდოდა. მაგრამ გარდაცვალების გაგების შემდეგ სწორედ მან მოითხოვა, რომ შვილის ცხედარი ადგილზე დარჩენილიყო, სანამ ვინმე სხვა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებდა მისი ამოყვანისას. მისი სხეული დღემდე იქ არის. ეს ჩასასვლელი კი დაკეტეს. ნამდვილად საშინელი და სამწუხარო ამბავია. განსაკუთრებით რთული იყო ჩემთვის ამ ამბის მოსმენა და თქვენამდე მოტანა. მაგრამ ჩემი აზრით ასეთი ამბები გვასწავლის იმას, რომ ზედმეტად არ უნდა გავრისკოთ და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ამდენი გარისკვით. მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. თქვენ უყურებთ BBS Trains. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.